ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში ბატონი დავით სერგეენკო, ჯანდაცვის მინისტრი არის ჩვენი სტუმარი. ბატონო დავით, გავიმეორებ შეკითხვას, რომელიც რეკლამამდე დავსვი, რატომ არ შემოგვაქვს ესეთი წესი, რომ ვინც მუშაობს, ყველა ვალდებული იყოს, რომ გადაიხადოს თავისი დაზღვევა. ამით ძალიან ბევრი ადამიანი იმ თქვენს პროგრამას, კარგ პროგრამას, რომელმაც ბევრი გადაარჩინა, ჩამოშორდეს. თუკი რომელიმე მაყურებელს გაუჩნდება სურვილი და ნახოს 2012 წლის დოკუმენტს ქართული ოცნების წინასაარჩევნო პროგრამას, მაშინ ნათლად წერია ამის შესახებ, როდესაც დამსაქმებელი და დასაქმებული იყოფდნენ პასუხისმგებლობას სავალდებულო სამედიცინო დაზღვევაზე. ამის შემდეგ ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია, რომ ამას ჭირდება თავისი თანამიმდევრობა. ქვეყანაში, როდესაც პირველი რიგის პრობლემა არის სამუშაო ადგილები, ჯერ რაღაც კრიტიკული მასა უნდა დაგროვდეს სამუშაო ადგილების პირველი მოცემულობა, რომ ამ მოდელზე გადავიდეთ. მეორე ის, რომ დერეგულირებული შრომის ბაზარი საერთოდ, აი შარშან 20 ადამიანი მოვამზადეთ შრომის ინსპექტორებს, რომელიც შედიოდნენ დაწესებულებაში და რაღაც კატასტროფული საფრთხე ხო არ არის, ამას ნახულობდნენ და ამაზე მივიღეთ ძალიან დიდი წინააღმდეგობა. დაუძლიეთ ეს ნაბიჯის. მიზანი არის ეს, რასაც თქვენ ბრძანებთ, უბრალოდ იქამდე რამოდენიმე ნაბიჯი არის გადასაწყვეტი, ეს ნაბიჯები იყვნენ. ამ საარჩევნო ციკლში მაგას ვერ გააკეთებთ ახლა. 2016 წლის მერე უნდა გააკეთოთ. დიახ, ეს რამოდენიმე თვეში ნამდვილად ვერ მოესწრება, რამოდენიმე თვე წელიწადზე მეტი დაჭირდება მოსამზადებელი პერიოდის დასრულებას. კარგი, კიდევ ესეთი შეკითხვა, ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი აზრით. პრაქტიკაა ცუდი, რომ ზოგიერთი კერძო კლინიკა, მიუხედავად იმისა, რომ თქვენ უხდით საყოველთაო ჯანდაცვის ფულს, ექიმებს ფულს ვერ უხდის. ეს თქვენი პრობლემა არ არის, როგორც ასეთი. მაგრამ როგორ არის, იმიტომ რომ ექიმები ცუდად გზნობენ თავს და შესაბამისად პრობლემა ჩდება ბუნებრივად. თქვენზეც ბრაზობენ. იცით ამ პრობლემის შესახებ და როგორ ებრძვით მას, როგორ შეიძლება ეს აღმოიფრას. თუმცა თავისუფალი ბაზრის პირობებში არ ვიცი ეს როგორ უნდა. ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობა არის ნებისმიერი საკითხი, რაც შეეხება ადამიანის ჯანმრთელობას. მათ შორის რამდენად გამართულად და რამდენად კმაყოფილები არიან ექიმები. პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში ხელფასი ჩვენ რასაც ვიხდით თანხას შარშანდელი მონაცემებით 10-12% მიდიოდა სახელფასო ანაზღაურებად, კლინიკებში, სტაციონარებში ცოტა უფრო მეტი. რითი ვებრძვით? თავისუფალი ბაზარი არ არის ჯანდაცვა, ეს ცალსახად, ეს რეგულირებადი ბაზარი არის და ამას შეიძლება ცალკე გადაცემა არ იყოს. როგორ ვებრძვით ამას? იმითი, რომ უნდა შევქმნათ საპირწონე, არა 93% კერძო კლინიკები, ის საწინააღმდეგოს აბსოლუტურად არაფერი არ მაქვს, მაგრამ მინიმუმ 30%-იანი საპირწონე კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზე და მუნიციპალური უკვე დიდი ხნის განმავლობაში ნაბიჯი იქნება. ეს არის კერძო სახელმწიფო პარტნიორობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა, რომელსაც აქვს ძალიან ესეთი ნათელი პროტოკოლი, როდესაც ჩვენ ქმნის საპირწონეს, აჩვენებ მაგალითს და ქმნი პრეცედენტებს, როგორი უნდა იყოს მართვა დაწესებულების. ეს არის ძლავრი ლეგიტიმური იერარქია. მაგრამ ჯერჯერობით სხვა ბერკეტი ამასთან ბრძოლის თქვენ არ აგაქვთ. ეს არის ცუდი მენეჯმენტის შედეგი იმ კლინიკებისა, სადაც ხელფასს ვერ უხდიან, ხო? დიახ, ეს ასე. კარგით. და დაუბრუნდეთ ისევ გრიპის თემას. გრიპის თემას, აი ეპიდემია როგორც ჩანს და თქვენც ამას ამბობთ, რომ ეს მოსალოდნელი არ არის. ყოველ შემთხვევაში ამ წუთში ამის საფრთხე არ არსებობს. ჩვენ ვიცით, რომ რაღაც კონკრეტული კრიტერიუმები არსებობს, ხო? როდესაც შეიძლება განისაზღვროს რაღაც ამბავი ეპიდემიას. აი თუ შეგიძლიათ აუხსნათ მაყურებელს და დაამშვიდოთ, რომ არ არის მართლაც ისეთი ვითარება, რომ ესეთი რეჟიმი არსებობს და ესეთი შფოთის საფუძველი, თუმცა ვინც ავათარი და ვინც ასე ვთქვათ გარდაცვლილებს ალბათ ახლა ვერ დაამშვიდებ, მაგრამ აი რა რით შეგიძლიათ დანარჩენ მოქალაქეებს ავადობის ის სურათი, რომელიც გვაქვს კვირეების მიხედვით, სხვა შორის დაავადებათა კონტროლის ვებგვერდზე ეს გამოტანილი არის და 3 წლის მონაცემები დადებულია, მიდის იგივე გრაფიკით ან დაახლოებით იგივე გრაფიკით, რაც წინა წლებში. ანუ ეპიდემია მოსალოდნელი არ არის. ეპიდემია ამ შემთხვევაში განიხილება, როდესაც 100,000 ადამიანზე 500-ზე მეტი არის დაავადებული. ახლა არის 340-350-ის ფარგლებში. რატომ 500 და არა 400 ან 10,000? შესწავლილი არის, რომ 500-ის მიღწევის მერე დაავადების გავრცელება ხდება არა ერთი ადამიანი ასნებოვნებს ერთზე ნაკლებს, არამედ უკვე არითმეტიკული პროგრესიით, კასკადით, როდესაც ერთი ადამიანი მინიმუმ ერთ ადამიანს ასნებოვნებს და ასეთ შემთხვევაში პანდემია კიდევ უფრო სხვა ეს არის რეგიონული ჩართულობა და მუტირებული ვირუსი. ბატონო დავით, სკოლებთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ თქვათ, იმიტომ რომ დაამშვიდა განათლების სამინისტრო, შეეცადა დამშვიდება მშობლების და რაღაც ვისაც სურდა ბავშვების სკოლაში არ წაიყვანოთო და ეს მოქმედებს მე როგორც ვიცი, ეხლაც ხო? როდის გადაივლის, ასე ვთქვათ, აი ამ
ვირუსის თუ აი ამ გრიპის საშიშროება, აი როდესაც აღარ იქნება პრობლემა და აი მშობლებმა სწავლის თვალსაზრისით ეს ვითარება, ასე ვთქვათ, შეიძლება გაგრძელდეს თუ არა აქვს პანიკის საფუძველი და შეუძლიათ ბავშვები თავისუფლად ატარონ სკოლაში. პანიკის საფუძველი ცალსახად არ არის, სავარაუდო ხანგრძლივობა არის 2 კვირიდან მაქსიმუმ ყველაზე სულ შემთხვევაში 2 თვე. რატომ გავაკეთეთ ის, რომ არა ყველა სკოლაში შევაჩერეთ სასწავლო პროცესი, არამედ მხოლოდ იმ სკოლაში და მხოლოდ 3 დღით, სადაც 20%-ზე მეტი იყო გაცდენა. იმიტომ რომ თავისი წესი აქვს ამასაც, რომ ყველა სკოლაში ერთდროულად არ ხდება დასნებოვნება, დაავადების გავრცელება დიდი პაუზებით ხდება, ერთკვირიანი ინტერვალებით, ყველაში ერთდროულად დახურვა და მე ამ ბავშვების დაბრუნება უფრო მაღალი რისკი არის. დამტკიცებულია, რომ იმ სკოლაში, სადაც 20%-ზე მეტია დაავადება, 3 დღით გაჩერება პროცესის, დღეს ერთ სკოლაში აღმოჩნდა ვაჩერებ სწავლას 3 დღით, ზეგ შეიძლება სხვა სკოლაში. ეს არის მეცნიერულად დასაბუთებული ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი ავადობის. და იმის საფუძველი, რომ საერთოდ გავაჩეროთ სასწავლო პროცესი, არამც თუ საფუძველი არ აქვს, არამედ შეიძლება კონტრპროდუქტიულიც იყოს. ჩვენ შემდეგ ეკონომიკაზე გვექნება აქ დებატები და ეკონომიკის საკითხებს განვიხილავთ და ლარის ბატონმა დავითმა გვითხრა სხვათა შორის რეკლამის დროს რომ პენსიების შესახებ და ზოგადად ეკონომიკის მინისტრს დავსვა ლარის ესეთი მდგომარეობა, რომელიც არც ჩვენთანაც არ მოხდეს. წამლებზე აისახება, ჩვენ ამაზე ბევრი სიუჟეტი ვნახეთ, რომ წამლების პრობლემა დგას, იმიტომ რომ წამლები ძირითადად იმპორტულია და ჩვენ შემომტანები ყიდულობენ ამ წამლებს და ლარში ყიდიან, დოლარში ყიდულობენ. რამ სტატისტიკა გაქვთ თქვენ ადევნებთ ამას თვალყურს და რა სტატისტიკა რამდენად გაიზარდა და არის თუ არა რაღაც მაკომპენსირებელი მექანიზმები თქვენთვის აი ამ წამლების, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გიყურებს, რომ ეს წამლები გაუძვირდათ. დიახ, წამლები მართლაც გაძვირებული არის სხვა მხოლოდების მიხედვით, გაძვირება სხვადასხვანაირია, მაგრამ გაძვირება არის საგრძნობი მთლიანად მთელ ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა ამბულატორია, ანუ სტაციონარში მკურნალობის დროს ჩვენ ფარავთ ამ ღირებულებას, პაციენტი არ იხდის არაფერს, ხოლო ის, ვისაც ჭირდება დალევა ან ქრონიკული დაავადების გამო, ან ამბულატორიულად, მათთვის ძალიან დიდი პრობლემა არის. ჩვენ ვეცადეთ და შევქმნით სისტემა, რომელიც ერთის მხრივ უზრუნველყოფდა ხარისხის კონტროლს, პირველი საფუძვლები ჩაუყარეთ და მეორე სისტემა, რომელიც კონკურენციას გახსნიდა, რომელიც არც თუ ისე სახარბიელო იყო. ასე მოხდა შემთხვევით თუ სპეციალურად, არ ვიცი, შემთხვევით არაფერი არ ხდება, რომ დღეს არის პირველი დღე, როდესაც შემოვიდა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მსხვილი კომპანია და დღეს იყო პირველი ნაბიჯები გადადგმული, როდესაც პირველმა პაციენტებმა, ეს არის ჰუმანიტი, რომელსაც იმედია მოყვება სხვა კომპანიებიც, იმიტომ რომ სისტემა ამუშავდა ჩვენ. როგორი წამლები ეს ჯენერიკ წამლებს ეძახიან კი არა, რა თქმა უნდა. სხვადასხვა შემადგენლობის ეს არის მედიკამენტები, რომელზეც ყველაზე უფრო დიდი მოთხოვნა არის საზოგადოებაში. და იაფია. დიახ, იაფი არის. აი, რამდენად იაფია? ხალხს ვაუხს და ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ კომპანიამ გადადგა. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში სხვა კომპანიები შემოვლენ ჩვენ ბაზარზე. აფიაქში იქნება ეს წამლები. დიახ, რა თქმა უნდა, წამლები უკვე შეუძლია მომხმარებელს. მე გამიჭირდება რომ გითხრათ ხვალ. ერთ კვირაში კარგი. ამ კომპანიას თავისი მარკეტინგი. ბატონო, ერთ კვირაში 10 დღეში. უახლოეს ეს პროცესი დაიწყო უკვე და მე ვფიქრობ, რომ არავის ვფიქრობ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ეს დიდი შვება იქნება მოსახლეობისთვის. დიდი მადლობა. ბატონო დავით, ერთი შეკითხვა მაქვს, უბრალოდ ვისარგებლობ შემთხვევით, რომ აქ ხართ და ეს თქვენ სფეროს ნაკლებად ეხება უფრო პოლიტიკური შეკითხვა. ასეთი რომ დავაკვირდი პროცესს ასე მოხდა, რომ თქვენ გაცილებით აქტიურად იყავით საზოგადოების ყურადღების ცენტრში, ვიდრე ხართ ბოლო დროს. და შეგიძლიათ აგვიხსნათ რატო? მე არ შემჩნევია. პოლიტიკოსების, მინისტრების რეიტინგებში თქვენ იყავით სულ პირველ ადგილზე, ანუ მუდმივად ტრადიციულ პასუხს გასცემს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი არ არის რეიტინგი, არამედ ის, რასაც საქმეს არა, მისთვის არა, უბრალოდ როგორ ახსნის ამას, რომ არ ჩანხართ ბოლო დროს ხშირად, რა ესე კარგად მუშაობს. ესეთი კანონზომიერება არ შემჩნევია, არ ვიცი თუ მე არც მაშინ გამიმახვილებია დიდი ყურადღება ამ რეიტინგებზე და არც ეხლა მართალი გითხრათ, ჩემთვის მნიშვნელოვანი არის როგორ ვითარდება დარგი და როგორ კეთდება საქმე და არა რეიტინგი. დიდი მადლობა ბატონო დავით, უღმეს მადლობა რომ